ლეო საკიას სოლზე და ამერიკანა ნუცა ხოხობერიძის ბუბა და მიხეილ ჭიაურელის უკანასკნელ საათს ის 4 ფილმია, რომელიც გოსფილმ მოფონდში დაცული ქართული კინოარქივიდან სამშობლოში დაბრუნდა. თეონა მჭედრიძის სიუჟეტი ვნახოთ. ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ქართულ კინოარქივს 4 ფილმი დაუბრუნდა. მოლაპარაკებების პროცესი კულტურის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის კინოფონდს შორის 2014 წელს დაიწყო. Ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და მივახციეთ შესაბამის შეთანხმებას გოსფილმ ფონდთან, რომელიც გადმოგცემს 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებულს და შესაბამისად ფონდში დაცული ფილმების პირველად ასლებს. Ამ პროექტის ირგვლივ საკმაოდ ბევრი განხილვა იყო. მოლაპარაკებები თითქმის 20 წელს მიმდინარეობდა. სხვადასხვა კომპანიები იღებდნენ მასში მონაწილეობას, თუმცა როდესაც საქმე ფინანსებს ეხებოდა, ისინი უკან იხევდნენ. თუმცა როდესაც საქმეში მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი ჩაერთო, შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივად გადაწყდა. ფილმების რეპატრიაციას მიესალმება იმ მსახიობთა და რეჟისორთა ნაწილი, ვინც საბჭოთა საქართველოში ეროვნულ კინოფონდს თავად ქმნიდნენ. აი ეს სიმდიდრე თეატრაბა. უნდა იყოს ჩვენ გქონდეს ქართულ ხალხს და მე მაგალითად ღამე მესიზმრალე აბედნიერი ვარ, რომ შეიძლება 50 წლის შემდეგ ჩემმა შვილთაშვილებმა და იმის ჩვენი დიდი ბაბა აგერ ყოფილი ნახავს. არის უდიდესი მიღწევა. ჯერჯერობით ჩვენ ცად ბოლომდე ალბათ ვერ ხვდებით, რომ მართლა დიდი ამბავი ხდება. უფრო მეტი მეც გაიგებს ქართველი მაყურებელი, მეტ კინოს ნახავს იმას, რაც დღემდე არ უნახია. ეს თაობებისთვის საჭიროა, ტურისტი მფლობელები ვიყავით და ალბათ ქვეყანას დააფასებს. დაბრუნების პარალელურად ფირზე შემონახული ფილმების გაციფრულების მნიშვნელობაზე საუბრობენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. აღნიშნული ფილმები დაბრუნების შემდეგ გადაეცემა დროებით შენახვის მიზნით ეროვნულ არქივს. გამოყენების თვალსაზრისით ვერ გამოვიყენებთ, იმიტომ რომ ფირზეა. და მეორე ეტაპი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ უკვე მისი ციფრულ ფორმატში გადაყვანა, დიგიტალიზაცია. სამინისტროს ინფორმაციით ეროვნული მემკვიდრეობის სამშობლოსთვის დაბრუნების პროცესში ჩართვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. დღესვე გაირკვა პირველი მსურველის ვინაობაც და შემდეგი ფილმის, რომელიც ქართულ კინოფონდს შეემატება. TBC ბანკი საქართველოს ელდარ შენგელაიას შერეკილებს უსახსოვრებს.